ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით იყო ასეთი რამ და იმედი მაქვს რომ თქვენ ჩვენს ხდომას რომელზეც წაღლის სოფელ წაღლის მაცხოვრებელი გამოვიდა მოусმინეთ. ერთზოდ მან თქვა რომ მე იქ ვეღარ შევდივარ, მე და ჩემი თანასოფლელები იმ ტყეში სადაც შევდიოდით, რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩაიდგა აქეთა მხრიდან ერთი საგუშაგო, ამის პასუხად ხუთი საგუშაგო, რომელიც მანამდე არ იყო ჩააყენა რუსმა, გადმოიწია საოკუპაციო ხაზი და აი მე თქვენ აქ დაინახავთ ალბათ, გაჩვენებთ რუკას და იასამნის ფრად მონიშნულია ის ტერიტორია, რომლის დაკავებაც რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მოხდა თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ როგორც პირდაპირი შედეგი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე კონტროლი, ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახორციელებდა. ბატონო გიორგი, ერთი წუთით, თქვენ ამის საპირისპირო თქვით პირველ სხდომაზე, როცა მობრძანდით, რომ ჩვენ ვაკონტროლებდითო? და შეგვეშინდაო, რომ არ დაგვეკარგა კონტროლი და დავასწარითო და ეხლა ამბობთ სწორად გავიგონე, ხო, რომ ეხლა საპირისპიროს ამბობთ. ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ უცხო მოწინააღმდეგე მხარე ოკუპირებული მხრიდან ამ ტერიტორიაზე ვერ გადამოდიოდა. ეს ნიშნავს, როდესაც სრულად ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ. ხო, ანუ პასუხი არის, რომ კი ჩვენ ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ვახორციელებდით. ვერ ვახორციელებდით. ეფექტურ კონტროლში კი გულისხმობთ რას, რომ ჩვენ ვერ ვახორციელებდით, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობა ვერ შედიოდა ტყეში? არა, ამ ტერიტორიაზე შემოდიოდა ოკუპირებული ძალები, თანმიმდევრულად აკეთებდნენ მონიშნებს, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. აკავებდნენ მოქალაქეებს. ერთი მაგალითი მითხარით დაკავებულის. იქ რამოდენიმე მაგალითი იყო სახელმწიფო. რამოდენიმე მითხარით. რამოდენიმე მაგალითი იყო, ერთი იყო 2019 წელს, რამოდენიმე იყო 2018 წელს. ამ ტყეში დააკავეს კონკრეტულად? ზუსტად ამ ტყეში დააკავეს, მონადირე, როგორც მახსოვს, წაართვეს იარაღი, არ დააკავეს და უთხრეს ჩადის სოფელში და გააფრთხილეს ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთ. ჩვენ ამ წუთში გადავამოწმეთ და თქვენ უკვე იცრუეთ, როცა ბრძანეთ, რომ დაკავებები იყო. არ ყოფილა არც ერთი დაკავება, საერთოდ არც ერთი ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკავება არ ყოფილა. თქვენ იცრუეთ, განზრახ თუ უნებლიეთ, ამას გამოარკვევს ვისი საქმეც ეს არის. სანამ შაგუშაგო ჩაიდგმებოდა, იქ მანამდე იყო გზის სამუშაოები გასახორციელებელი. მუშაობდა ტექნიკა, შედიოდა ტრაქტორები. მაგ შემთხვევაში თუ კონტროლს ვერ ახორციელებდით, რანაირად მუშაობდა ეს ტექნიკა იქ? ბრალდებულის რანგში ვარა? მე მივხვდი უკვე როგორც იურისტმა, რომ ის რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახით, თქვენ ჟარგონზე რო თქვა გაგნებაში არახართ რას ნიშნავს. ეს უკვე მოვინიშნე, არ იცით. არ არის ახლა ეს გასაკვირი დღეს რო არ იცით, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფექტური კონტროლი სამართლებრივად რას ნიშნავს, მინიმუმ უნდა იცოდეს. ესე იგი, აქ მოვიდა ელგუჯა ხარაზიშვილი. იქ ცხოვრობს ეს კაცი. ამ კაცმა თქვა, თქვენი ყურით მოусმინეთ. მას მერე რაც ეს საგუშაგო ჩაიდგა, საუბარია თქვენ მიერ იქ ჩადგმულ საგუშაგოზე. მანამდე შევდიოდით, სოფელი ვსარგებლობდით, ისიც კი ღიმილით თქვა, რომ ჯონჯოლზეც კი დავდიოდითო და ამ საგუშაგოს ჩადგმის მერე ვეღარ შევდივართო. შესაბამისად, თქვენ აცხადებთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იცრუა? არა, მithქვამს ეს და არ ვიტყვი არასოდეს. იცრუა თუ არ იცრუა? არა. ანუ ვეღარ შედის თქვენი საგუშაგოს მიერ ჩადგმის მერე ვეღარ შედის თქვენ მიერ ამის. ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. როგორ არ აქვს მნიშვნელობა? მილიონი კვადრატული მეტრი დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო. სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ უბრალოდ ახლა რასაც ვისმენთ. შოკში იქნებით, რა თქმა უნდა, მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა და ახლა შოკში წესთუნა იყო. თქვენ გჯერათ, რომ 2008 წელს საქართველოს დაკარგა ტერიტორიები
და ნაციონალური რეჟიმის თხრობით ჩვენ ომი მოვიგეთ. ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე, რომ ეს ასე იყო, ნამდვილად დაკარგა. ზუსტად ასე გამოიყურება ეს შემთხვევაც. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ ადამიანები შედიოდნენ ამ ტერიტორიაზე და დღეს ისინი აქ ვეღარ შედიან.